რითი შეიძლება მყარი კვება დავიწყოთ. ძალიან ხშირად სვამენ მშობლები ამ კითხვას და ძალიან სწორი კითხვა არის და სამწუხაროდ უნდა ვახსენოთ ისიც, რომ არასწორად ხდება საკვები რაციონის შერჩევა. ჩვენ შეიძლება ზუსტად არ უთხრათ ბავშვს, ამ მშობელს, რომ აუცილებლად ეს კვება უნდა მიიღო, მაგრამ აუცილებლად უნდა აუხსნათ ის ზოგადი პრინციპები, რა არის პრიორიტეტული კვებების ნუსხა, რომელიც უნდა დაიწყოს მაგალითად 5 თვიდან 6 თვიდან თუ ასე შემდეგ, ანუ მყარი კვების დაწყებისთანავე, ხო? და პრიორიტეტულად ყოველთვის ჩაითვლება მარცვლეული ან ჩემი ყველაზე ტოპ პროდუქტი ხორცეული, ხო? იმიტომ რომ ის გამდიდრებული არის ბეჯგუბის ვიტამინებით, კოტემქოლინი ახსენა და დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლინს, B12 ვიტამინით, გამდიდრებულია კარნიტინით, თუთით, ცილით და ასე შემდეგ, რკინით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. კონტროლ კითხვები წერებოდა, რომ საჯობია აფთიაქის ფაფაჯობია თუ მაღაზიის, ანუ თავი ამ ინგრედიენტებს უფრო მივაქციოთ ყურადღება. აქ მშობელს აქვს სრული თავისუფლება, თუ ურჩევნია, რომ სახში მომზადებული ხორცი მიაწოდეს, უბრალოდ აქ თავარი არის, რომ იყოს დამზადებული კარგ პირობებში, ხო? ზუსტად იყოთ მაგალითად მოთუშული ან მოხარშული ან დამუშავებული, ხო? დანარჩენს მე დიდად ყურადღებას არ მივაქცევ. მარილი და შაქარი არ. რა თქმა უნდა, დამატებითი რაღაც სუნელები საჭირო არ არის. მარილს ავხმარობთ ჩვენ წლამდე, რეკომენდაცია. დიახ, და შაქარს დამატებით შაქარს სასურველია, რომ ავხმარობდეთ 2 წლამდე, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თუ 2 წლის მერეც არ ვიხმართ დამატებით შაქარს, ეს იქნება იდეალური. ხო, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად უჩვევას ფიქსაციას აყალიბებს, ხო და მე მაგიტომაც არის მიჩვევას იწევს და ადამიანებს რომელსაც ის არის სავარაუდოდ ეხა ახალი კვლევები რაც იწყება, ეს ტკბილი და მარილიანი იყო ასოცირებული ადამიანისთვის ფუნდამენტურ დონეზე ისეთ საკვებთან, რომელიც არ წამლავდა და ენერგეტიკულად იყო კარგი ენერგიის მომცემი, განსხვავებით მწარე და რაღაც ესეთი პროდუქტებისგან, ხო? მწვანე ფერის პროდუქტებისგან, წითელი უფრო ხელმისაწვდომი იყო და რაღაცა იმის განსხვავებით. ჩვენი რეცეპტორები დატრენინგებულია, რომ მოგვეწონოს ტკბილი და მარილიანი პროდუქტები გადარჩენისთვის. ევოლუციურად რაღაც დონეზე გახდება, იმიტომ რომ მაშინ მაგალითად ადამიანს თუ შაქრიანი შეიძლება მიეღო, რა ვიცი, 3 კვირაში ერთხელ და შეიძლება რაღაც დიდი პერიოდი ხანგრძლივობა ეშიმშილა, ის კი არა სამბოლო ალბათ 300-400 წლის წინაც ეგრე იყო, რომ ესე ამდენი რაოდენობით არ იყო და ეხა შაქარი რახან უხვად არის, ეგ იწვევს უკვე იმ პრობლემას, რომ მიჩვევას იწვევს და შესაბამისად ხელმისაწვდომიც მარტივად არის და აქედან გამომდინარე პრობლემაა და რაც გვიან გასინჯავს ბავშვი, უბრალოდ ეს 24 თვის მერე უკვე თუ გასინჯავს, უფრო გაცილებით ნაკლები შანსია, რომ მიჩვევა განვითარდეს, ვიდრე მანამდე რომ გაესინჯა.